2/26-ის პირველი. 1 წევრი გაყოფილი 1 წევრზე. 16x კუბ y კვადრატი გაყოფილი 4x კვადრატ y-ზე. გაყოფის გასამარტივებლად ეს ორი წერტილით გაყოფა შევცვალოთ ფარდობით, ანუ წილადის ხაზით. ანუ 16x კუბ y კვადრატი გაყოფის მაგივრად შეფარდებული 4x კვადრატ y-ზე. ახლა შევკვეცოთ 16 და 4 შეიკვეცება, x კუბი და x კვადრატი შეიკვეცება და დარჩება x ხარისხად 3-2, y კვადრატი და y შეიკვეცება და დარჩება y ხარისხად 2-1. ანუ მივიღეთ 4xy. გადავიდეთ მეორეზე. მეორეშიც გაყოფა შევცვალოთ, ორი წერტილით გაყოფა შევცვალოთ ფარდობით, ანუ მივიღებთ 20m ხარისხად 4n კუბი შეფარდებული 5m კვადრატ n კუბთან. 20 რო შევკვეცოთ 5-თან მივიღებთ 4-ს, m ხარისხად 4 რო გავყოთ m ხარისხად 2-ზე ფუძე უცვლელი უნდა დავტოვოთ და ხარისხის მაჩვენებლებს გამოვაკლოთ ერთმანეთი, n კუბი n კუბს შეკვეცავს და მივიღებთ 4m კვადრატი. გადავიდეთ მესამეზე. მესამეშიც ანალოგიურად გაყოფა შევცვალოთ ფარდობით, ანუ 4a კვადრატ b კვადრატ c შეფარდებული -5a b c-სთან. ნიშანი ერთგან გვაქვს მარტო მინუსი და შეგვიძლია ეს მინუსი წინ დავწეროთ. a კვადრატი რო a-ზე გავყოთ, a ხარისხად 2-1 იქნება, b კვადრატი რო b-ზე გავყოთ, b ხარისხად 2-1 იქნება, c-ს შეკვეცავს და დაგვრჩება -4ab შეფარდებული 5-თან. გადავიდეთ მეოთხეზეც. გაყოფა აქაც შევცვალოთ შეფარდებით, ანუ -6a კუბ b კვადრატ c შეფარდებული -2a კვადრატ b c-ზე. მინუსი გაყოფილი მინუსზე არის პლუსი, 6 გაყოფილი 2-ზე არის 3, a კუბი გაყოფილი a კვადრატზე არის a ხარისხად 3-2, b კუბი შეფარდებული b კვადრატთან იქნება b ხარისხად 2-1, c-ს შეკვეცავს. მივიღეთ 3ab.